გამორჩეულად ხალისიანი სტუმრით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. გქონთ შეეგებოთ ჩვენი დიდი მეგობარი ოთარ დადიშვილი. როგორ ხარ, შემოძმოო? აი, ჩემი ადგილი. ესე იგი, მორიგი დასახება. მორიგი დასახება და ახლა სულ ფიქრობ, რომ ახლა რატო დამიძახათ ხო? საჭმელი მაჭამა, წყალი დამალევინა, გრუმინგზე ვყავდი, შემაჯვარა. ახლა ალბათ უნდა დამაძინოს მე. მაგამდე შორია, ჯვარი გწერია. უცხო სიტყვა ვთქვი, ნახე გრუმინგი. მაგაზე რა გამახსენდა ხო იცი? სიტყვა რო იცი რა, რაღაცა ესეთი რთულიც არა, აი უცნობი, რაღაცა ესეთი უცხო სიტყვა, რაღაცა და ნიშნულობა რო არ იცი რეალურად. და სადღაცა რო გინდა მაინც ჩააყვეხო რა, რო გამოჩნდე რო კონტექსტ რო ვერ იცოდი. კონტექსტ აი რო ვერ მოკლედ სუფრასთან ვარ რა, დამპატიჟა ერთი კაი მეგობარია, ჩვენ უფროსი მეგობარია, დამპატიჟა და ოჯახში აქვს სუფრა და დამნიშნა თამადად. და მოკლედ მე ვზივარ თამადის ადგილას, თვითონ გვერდზე მიზის. და ისე მოხდა, რომ ეს ორი კაცი ვართ აქეთ და მე ქალბატონები სხედან და მე უკვე დიდი შემადგენლობა კაცების ერთი 11 კაცი უკვე იქით ის რა ისე სხედან. და ამას ბიძაშვილი ყავს ესეთი ტიპია რა ჩაფსკვნილი კაი კაცი ჩვენი მეგობარი ეგეც ემზარი არ ეწყინება ახლა ემზარს შეუთანხმდი მოყვები ამ ისტორიას მეთქი ხო და ეს ემზარი არის მერიქიფე და ასხავს ამ ღვინოს და ეტყობა ამ ემზარმა რაღაცა უცხო სიტყვები და რთული სიტყვები იცის მაგრამ არ იცის სად ჩატენოს და როგორ გავიყენოს და ახლა რო ასხავს რა მორიგი ჩამოსხმა აქ ამ ღვინის და ბატონი ავთანდილი ეძახის რომ ემზარო აქო ხო უყურებო ახლა ორი კაცი ვართ მარტო ანუ ორი კაცი ვხედვართო აქეთო მე ქალბატონები არიან და ძირითადი მასაო კაცებისო იქით არისო ამიტომო პატარა დოქიო ის რომელიც არისო ჩვენ ჩაგვიდგიო აგერ მე და ოთარსო და ორი დიდი დოქიო იქ ჩადგი სადაც ბევრი ხალხიაო და ეს ემზარი ამ დროს ასხავს რა და მობრუნდა და არ მინდა ეხლა ეს ქორეოგრაფია. რუსი სიტყვა მოძებნა. და იმავე სუფრაზე მოხდა. აი გეფიცებით იმავე სუფრაზე მოხდა. დავლიე ბებიების და ბაბუების მოკლედ ვისაც ყავს ღმერთმა ამაზეს დიდი საჩუქარი რა არის ბებია ბაბუა ცოცხალი რო ყავს ხო და მეთქი წასულები რაც და ერთ-ერთი სუფრის წევრი უკვე როგორ ავართ იცი რომ ქალბატონები რო ადგენენ იქ ყავაზე გავიდნენ რაღაცა და ეს კაცები რო შევმჭიდროვდით და უკვე ემზარის სამივე დოქი ჩვენთან მოა აი ეგ სიტუაცია და ქორეოგრაფიული ნახაზია რომ სამივე დოქი ჩვენთან მოა და ერთი ადგა რა და მეო ბატონო ოთარო თუ შეიძლებაო მეო ისაო ვიტყვი კი მე უთხარი რაზეა ლაპარაკი კაცო და მოკლედ დაიწყო რომ აი ბებია როგორ ზრდიდა რაღაც როგორ ხელებზე როგორ კოცნი და როგორ გაზარდა სკოლაში რო აკითხავდა მათემატიკას როგორ ასწავლიდა რაღაცა და მოდიო ჩემი ბებიაო მოვიგონოთო გავიხსენოთო აი ჩემი ბებიის თამადობით ვიტყვიო თქვენი ნებართვითო და გვერდზე უზის იმის სახელი არ მახსოვს მეგობარი უზის გვერდზე რა და გადმოხედა მე ამან ხო შეგვჭამა თავის ინსპირაციებით ეგეც კაი ადეკვატური სიტყვა ხო მაგარა ჩასწალიან უი შენ რო ახსენე ხა ბაბუა ხო და უკონტექსტოდ გამოყენებული ეს უცხო სიტყვები მაგაზე გამახსენდა ფანტასტიკური ისტორია მოყვა ჩვენმა დაუვიწყარმა ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა სუფრაა თურმე მის სოფელში მაკვანეთში და თამადაა თურმე წარმოსადეგი ბევრს რო სვამს ხმა იმისთანა რომ 300 კაციან სუფრაზე რო მიკროფონი არ ჭირდება და ანუ ყველა კრიტერიუმია ამ თვალსაზრისით თამადისთვის აუცილებელი და უყვარს ამ თურმე ამ სიტყვების გამოყენება ხას მაღალფარდოვანი მაგრამ კონტექსტი არ მეიკითხო როგორც გურიაში ისღია და არტემ ერქომაიშვილი ცოცხალია ეს ლეგენდარული ბაბუა იმ პერიოდში ბატონი ანზორის და ადგილზელემენ და არტემი ყოველთვის საყვარელი და მართლაც სასახელო კაცი იყო და გამორჩეულად უნდა რომ მოეფეროს თურმე და არტემ ბაბუა
თქვენო ხართო მარტო ჩვენთვის კი არა, მარტო მაგვანეთში კი არა, მარტო უზურგებ მთელი ქვეყნისთვისო, გამოჩენილი კაციო და რაფერ გვიყვარხარ და არტემ ბაბუა შენ გაგიმარჯოსო. შენს galaktikაში და შენს სასოწარკვეთილებაში. აი, დაცვა სახელის ნიშანი ამითი. ავარია. ძალიან მაგარია. აი, როგორი ისეთი, აი ხა რაღაცა სიტყვა მითხარი რამე რთული. ექსპონენციალური. აი, როგორი ექსპონენციალური ისტორია მოყვა ახლა. კარგია. ბატონია, როგორი ექსპონენციალური. ხო. სასწაული. კაცო, იცი რა გამახსენდა ხა? შენ ვისაც არ უნახარ სუფრასთან და გისწრობენ ტელევიზორში, ერთი მნიშვნელოვანი წახანაგი შენი ნიჭიერებისა, გაშვებულია ხელი და თუმცა ყველაფერი წინაა. შენ ისეთი სტუმართ მოყვარი კაცი ხარ და თან ისეთი ფორმალია. არავის არ ვეუნები. ესეც გაითვისება. რომ პატიჟებენ უარს არავის არ ვეუნები. ხო და რა მინდა იცი ამ ყველაფერის მიღმა შენ ხარ ცნობილი და შესანიშნავი ექიმი, ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი და ყველა მისის და განსაკუთრებით შენმა პაციენტებმა და პაციენტები ყავს ყველგან მთელ საქართველოში. და თან ხარ ისეთი ახლობლებით გარშემორტყმული ხალხის შესაბამისად ძალიან ბევრისგან რომ ფულს არიღებ, მე ეს როგორც ჩემმა მეგობარმა კარგად ვიცი. შესაბამისად მინდა კითხო, რომელი კუთხის არაყი ჯობია? კარგია, ბიჭო, ნახე, აი გური ახსენე შენ და ერქომაიშვილები ახსენე ეს უდიდესი გვარი და უდიდესი ჯიში ჩვენი საამაყო ქართული და ბიჭო მიყვარს აი ბუზის არახს რო ეძახიან გურულები. თაფლის არაყი მიყვარს ბიჭო შემოქმედის მონასტრიდან წამოღებული. შეგენო, ემონებას ვაფერი განსაკუთრებული. ერთხელ მაჩუქეს ბერებმა მაჩუქეს აი ესეთი 10 ლიტრიან ბოცაში იყო. წარმოიდგინე 10 ლიტრიან ბოცაში იყო შემოქმედის თაფლის არაყი და აი რო დაიცალა ეს და მე მგონი დარწმუნებული ხარ რომ მალე დაიცალა. ბიჭო ის ქონდა შენ ძმობას ვიცავარ ის ცვილი ქონდა ცვილი. ანუ ბოცა შუშის ბოცა იყო და მეთქი გავრეცხავ ამას რამეში გამომადგება ვერ გავრეცხე სანთელი იყო. ეს აძლევდა არომატს განსაკუთრებულად. ხო, ანუ რამდენად ნატურალური იყო ხო წარმოგიდგენია. ამიტომ მე ყველა კუთხეს პატივცემ. ვენაცვალე მე ჭაჭას. ვენაცვალე ხილის არახს სამეგრელოში რო იციან, რას ლაპარაკობ, მაგრამ რახიც კარგია ჩემო კარგო, ჟიპიტაურიც კარგია, მაგრამ ახ არჩევაზე თუ მიმიდგა საქმე შემოქმედის თაფლის არაყი მირჩევნია ყველას. გადასარევი. რა ვქნა. გადასარევი, თუმცა აქვე დავამატოთ რომ ზედმეტი ალკოჰოლის მიღება საჭირო არ არის და ზომიერად ჩემო ბატონო ეს ყველაფერი ზომიერად 10 ლიტრა არაყი აბსოლუტურად საკმარისი. ხანმოკლე პერიოდის. ზომიერება და კარგია. რადგან სუფრა ვახსენეთ, მოდი ჯერ ეს თემა ამოვწუროთ და შენი კოლეგებიდან ამ შემთხვევაში ექიმებს გულისხმობ. ყველაზე ხშირად ვინ ხდება ხოლმე რესტორნებში? ალექსანდრე გოგინავა. პირდაპირ შეგიძლია თქვა, ხო? ინფექციონისტი. მაგაზე მაგარი ისტორია მაქვს. მე მგონი არსად არ მომიყოლე, მოგიყვე გინდა? მითხარი კაცო. მოკლედ სპორტ შოუს ბიჭები ვქეიფობთ. ერთ-ერთ რესტორანში და მე ანუ ნახე 4 შაბათს გავიკეთე გრიპისაცრა. აი 4 კომპონენტიანი. და 4 შაბათ, 5 შაბათ პარასკევს ვსვავთ. ხო და მე მაინც ბიჭებს ვაფრთხილებ, რომ მეთქი ახლა თუ შემამჩნიეთ, რომ დაფოთლვა დაიწყო და თვალები გადმომეკარკლა და რაღაცა, აგერ მე უთხარი აკრეფილი, გამზადებული მაქვს, ალექსანდრე გოგინავა წერია. ამას დააჭერთ, ეტყვით რომ ოთარამ 2 დღის წინ აცრა გაიკეთა, დღეს დალია, გადმოკარკლა მომხედავს. და დანარჩენი თვითონ იცის. მე უთხარი, ოღონდ ეს კიო. და უბერა, წაიღო რა, წაიღო. თქვენ არ გაიმეოროთ. თქვენ არ გაიმეოროთ. აცრის მერე არ გალიოთ. ხო და ბიჭო და წაიღო რა, გაიტანა რაღაც და გამოვდივართ ეხა რა. გამოვდივართ და მე დავახოვართ გაფრინდაშვილი, ჩემი. ჩვენი საერთო ზვაგაცი. ჩვენი საერთო ზვაგაცი და მე დავახო გაფრინდა გამოვდივართ და ტაქსი გამოვიძახეთ ახლა ტაქსში უნდა ჩავსხდეთ რამდენიმე მანქანა გამოვიძახეთ რა 8 კაცი ვართ ყველა სხვადასხვა მიმართულება უნდა ჩავჭე და ამ დროს ბატონო ოთარ შენ გენაცვალე როგორ ბრძანდებით ეს ზუსტად აი ამ ინტონაციით მესმის და გავიხედე მეთქი ვინმე ძახის და ალექსანდრე გოგინავა დგას ბატონო ოთარ შენ გენაცვალე როგორ და ვახო მომიბრუნდა და ამის იმედზე იყავიო კურმე საშას არ ეწყინება ეხა ეს ისტორია თვითონაც უყვარს გოგინავას და
თურმე გვერდზე კუპეში ბიჭო ეს არ ქეიფობს? ხო და ასე მოხდა ეს ამბავი, ანუ კოლეგებიდან, ექიმები ზოგადად ხო იცი შენ მსმელი ხალხია, არ მოკეიფე მე ვიტყოდი. მოკეიფე. თანაც მრავალმხრივ ნიჭიერი, დაკვრა გინდა, სიმღერა, კი, ლექსი გინდა. კი ბატონო. ინსპირაცია. ექსპონენციალური მოხსენა, ყველაფერი ადგილზეა. აბსოლუტურად ყველაფერი და სპორტ შოუ ახსენე, შენ ჩემთვის ძალიან საყვარელი გადაცემა, რომელიც ბოლო დროს რაღაცა არ იძებნება. ხო, დროებითი პაუზა გვაქვს. დროებითი პაუზა. იმედია რომ მალე განახლდება. კი, სუბიექტური, ობიექტური მიზეზებია აუცილებლად და მოგიწევთ შენ დიდი ხანი არ ყოფილხარ და კი ბატონო, სტუმრადაც ვიყავი ადრე და ძალიან კარგად მახსოვს, არაერთხელ კი ბატონო და თან სპორტი ისეთი რამ არის რომ ყველა მიმართულები და ყველა მხრიდან ჭირდება მხარდაჭერა და. კი ბატონო. მე მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე ერთად იყავით სპორტ შოუს შემადგენლობა. კი, მთელი შემადგენლობა წავედით, მაშინ პროგრამის ცენტრი თუ გინდა, ჯოკერი თუ გინდა იყო გელაია კორძაძე. ასევე ჩვენი საერთო მეგობარი. ჩვენი საერთო ნიჭიერი მეგობარი, კაცი. ჩვენი ვანელი ძმაკაცი, ჩეხეთს რო ვეთამაშეთ ერთ-ერთი. იმ საღამოს მოვდიოდით ავტობუსით ჰამბურგიდან კოპენჰაგენში. და კოპენჰაგენიდან მქონდა ფრენა ქუთაისში. ანუ სხვანაირად ვერ დავამთხვიეთ, იმიტომ რომ ცოტა გვიან გადაწყდა რომ მოვდიოდით და ანუ დიდი არჩევანი აღარ იყო. მაგრამ რატომაც არა, ახლა კოპენჰაგენში როდის მოვხვდებოდი კიდე მე, ხო? მით უმეტეს გელაია კორძაძე. ხო და მოვითენთეთ ახლა რაღაცთან ენერგია დაცლილი, არ დაუმჯდარვართ. მთელი თამაში ფეხზე ვიდექით ჩეხეთთან, ხო და ბოლოში კიდე შანსი რო მქონდა კიდე ჩაკვემ რომ მიცა ლობჟანიძეს და საბამ რო ეს საბას ცოტა დააკლდა რა რომ მოგვეგო, მაგრამ ეგ რომ მოგვეგო შეიძლება პორტუგალიასთან ის ხო კაცმა არ იცის რა მოხდება. ამიტომ კარგად დალაგდა ყველაფერი. ხო და მოკლედ ავტობუსი და ეხა გვეძინება რა, თან კარგი ისეთი კომფორტული ავტობუსია, ესეთი კუპეები ვით არის, პატარ-პატარა რაღაც წინ მაგი და სავარძლები. ჩავსვედი და ერთი ვთქვი ბიჭო, რა მინდოდა რომ ვთქვი რომ ოდენსეს გავივლით მეთქი? ვეკითხები მძღოლს. ხო და კიო გავივლითო და რაშია საქმე? არაფერი მე ვუთხარი. გელამ ხო გაიგო. რა ხდება ოდენსეში? მე ვუთხარი გელა, ბავშვობიდან ზღაპრები რო გიყვარს შენ, ჰანს ქრისტიან ანდერსენი მე ვუთხარი ოდენსეშია დაბადებული და მისი სახლ-მუზეუმია ოდენსეში და სიდიდით მესამე ქალაქია კოპენჰაგენის და ორხუსის მერეთ. ეს ვუთხარი და დავიძინე. ჩავიდა ახლა ეს ავტობუსი ამ იმაში რა ქვია ოდენსეში. ხო და გძინავს ჩვენ ბიჭო ვის გაახსოვს ანდერსენი და ორხუსი და ოდენსე და ისა და გელაიას ეს ხო ჩაბეჭდილი აქ და ბიჭო ოდენსეში ვარ ტყვირის გეგონება იქ რაღაცა ბიჭო კაიო რა დაგვაძინეო ახო ბოლოთაშვილი ეუბნება არა ბიჭო ოთარამ მითხრა ახო ანდერსენის სახლ-მუზეუმიაო და ეგი რო არ ვნახო ისე ვანში ვერ დავბრუნდები უნდა ვნახო ნუ კარგი უნდა ვნახო და ყველა რამდენი ხანი მჩერდებით არ ვიციო რა წადიო მძღოლს კითხეო და ამან ახლა ინგლისური ისე იცის როგორც მძღოლთან მივიდა შოფერ უკვე გაია შოფერ ეს მოუწრი და რა შოფერ უყურებს და ოდენსე how much How much? Რამდენი ხანი ჭირდები? ის ეუბნება, yes, Odense is expensive city. გაუგეზერკვარეს. შენ ზურანიჟარაძესთანაც საინტერესო გზავრობა ქონდა ერთ იტალიაში მახსოვს. ზურანიჟარაძესთან ერთად გზავრობა მქონდა, ხო, ზურასთან ერთად მოვლილი მაქვს მთელი ევროპა, კაცო. ბონაპარტი და მე და ზურა პრაქტიკულად რა. ესე იგი ბუდაპეშტი, პრაღა, შეხარ ჩემი ბატონი, ვენა, მაგრამ ყველაზე ისეთი იყო მილანი, ფლორენცია და რომი, აი ესეთი, ისა გვაქვს, ტური გვაქვს ესეთი მოკლედ და ნუ მილანში ვიყავით, წავედით ფლორენციაში 2 დღე გავჩერდი, დაემთხვა ზურას დაბადების დღე ნიჟარაძის, ჩავჯექით მატარებელში, ანუ ფლორენციის სადგურზე, ვაგზალზე ვართ და ჩავჯექით მატარებელში და მატარებელი გადის, ნუ პირობითად 19:36. იქ ხო ეგრეა? კი, წუთებით. 19 გახდა 19:35. ფლორენციაში, მივდივართ რომში. და ზურია ნიჟარაძე მე ცოტა იქ ვძივარ რა და რატომღაც აი ამ თემაში მისთვის ავტორიტეტი მე ვიყავი, არა და 5 ძმაკაცი ვიყავით, მაგრამ რატომღაც მე ამომირჩია. მამა, მე ძახის.
რამდენ ხანში გავალთ, მამა? რა ვიცი, ზურია, მე ვთხარი, აგერო 36 წერია, 19-36 და გავა, მე ვთქვი იტალიაში ხო იცი მატარებელი 1 წუთი გადის, არ იგვიანებს. ნუ ცოტა ხანი კიდე, მამა, რამდენ ხანში გავდება? მესამეჯერ რომ მკითხავს, მამა, რამდენ ხანში გავდება? მე ვთხარი, ზურია, რა იყო? მე ვთხარი, რამ გაგაგიჟა? აღარ შემიძლია ამ სოფელში ყოფნა. დედაქალაქი მელოდება, დედაქალაქი. ფლორენცია. ფლორენცია, ყოფილა სოფელი. ოთარ. ბატონო. შენთან ისე სწრაფად გადის დრო, ასე მგონია რომ ახლა დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ახლა უკვე შემდეგი სტუბრის დროა, მაგრამ სანამ მინამ სინამ როგორც ერთ ცნობილ სპექტაკლია. მინამ სინამ სანამ. სანამ დაგემშვიდობები, მანამდე მინდა მოგიპატიჟოთ ჩემო ბატონო ჩვენს პრემიერაზე 23 და 24 მაისს ჩვენს ახალ ეთნო კონცერტზე სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა, სადაც ბევრი შენი მეგობარი და კოლეგა დაგხვდება უნდა სრულიად ახალ ამპლუაში და გეპატიჟები ჩემო ბატონო ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში. აბსოლუტურად ყველას გეპატიჟებით. ხალხო, მე ვიცი რა კონცერტზეც არის საუბარი, ეს იქნება სასწაული დაუვიწყარი საღამო. დაუვიწყარი საღამო და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე დაპატიჟებული ვარ. გენაცვალეთ. გელოდებით და დიდი მადლობა მომბრძანებით. ჩვენი სტუმარი გახლდათ ოთარ ტაძიშვილი.